როგორც ვახსენე რა, ეს მერაბის ბრძოლა მოდის რა. და რავი, აბა შენზე კარგად ვერ გვეტყვის აგვიხსნის, ეხა მერაბის მენტალიტეტზე, მომზადებაზე და ერთ-ერთი კითხვა მაქვს, ანუ როცა დამარცხებული ყავს ოპონენტი, ხო? და ყველა იძახის, რომ არ იმსახურებს мотивация და ან სტილისტურად როგორ შეიძლება წავიდეს ეს ბრძოლა რა, მოვჩი მე. მე მაქვს საწყის კარიერა როცა დავიწყე საქართველოში ერთ და იგივე მებრძოლთან ჩატარებული ორჯერ ბრძოლა და ასე ანუ არ სიამოვნებდა მაგალითად მეორე ბრძოლა რო იყო მით მიუხედავად იმისა რომ პირველი ფინიშით ჰქონდა მოგებული ან ზოგადად რო რა თქმა უნდა ომალი ბევრად სხვანაირად იქნება შეცვლილი გეგმა სხვა იქნებათ უკვე მუშაობენ ამდენი ხანია მე რამე ერთი ჩხუბი და იქაც ხო დააკვირდნენ არა ანუ ბევრი რამე ქონდათ იმათ წინ რომ შეეცვალათ თავისი მომზადება და ყველაფერი და უბრალოდ მე ყოველთვის ვამოვდი და ყოველთვის ვიტყვი იმას აქამდე ვიცოდი რომ მერაბი როგორი იყო და ეხლა სხვანაირად დავინახე საერთოდ მერაბი ერთადერთი და მერაბის დასამარცხებლად რომ ერთმა არ ქნას ეგეთი რამე თუ რაღაცა ყრუ დაწმას რაღაცას გაყარებს რომელსაც ვერ დაინახავთ ასე რომ ვთქვა ეგეც ძალიან გამძლეა იტანს ნებისმიერ დარტყმას ასე რომ ვთქვა და არ არსებობს გზა მერაბის დასამარცხებლად მაგის გარდა და მაგას კიდე მაგეთან გამომდინარე მერაბს კიდე მაგრად იცავს თავს ანუ სტილიდან გამომდინარე იფიქრებ რომ როგორ შეიძლება რომ სტრაიკში ხელი ვერ მოვარტყა მაგრამ ძალიან მაგრად მოძრაობს ფეხებზე მაგრად აგებს ხაფანგებს მაგრად გიცვლის სართულებს და ძალიან ძნელია დათაჭერად რა და მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა არა ამ ბრძოლაში არამედ ნებისმიერ ბრძოლაში აუცილებლად გამარჯვებული გამოვა რაღაცა ანუ შემთხვევა MMA-ა ხო ხდები ანუ სისულელები ხდება და ღმერთმა არ ქნას რომ მათ ერთი რამე დაუშვას ვერავინ ვერ შეძლებს მერაბის დამარცხებას რა მაინტერესებს ანუ რომ ჯონ ვუდი იძახის რომ მერაბი ყოველ იზრდება ანუ უკვე არის პიკში თითქმის 35 წლის არის ანუ მაგრამ ყოველთვის სწავლობს და ერთადერთი იძახის რომ მერაბ შეუძლია ფინიშიო რა და რამდენად რეალური გონია რომ მერაბ ეხლა ამ ეტაპში აითვისოს ის და გახდეს ფინიშერი ფინიში ანუ უყურე ეხლა მაგას არ გავაკეთებ ჯონ უდის სიტყვებზე განმარტებას ეგ მაგას რო ლაპარაკობენ სხვა რაღაცაზეა ზოგჯერ რაღაცა გათვლილი მოკლედ ეს ხო ხდები შერო ფინიშზე ლაპარაკობ სხვა რაღაცებზეა ეგ ყველაფერი გათვლილი მაგრამ ზოგადად იმას ვიტყვი რომ მერაბმა შეუძლია შონომალი ისეთ აღალოს რომ ფინიში მაგით მიიღოს მე უკვე გაატაროს გომში არ ვიძახი მე ვამბობ პარტერში ამ ყველაფერს და მე ვამბობ როცა გადავაჭი დაობაზე და როცა ჩაიყვანს და ზურგს აუღებს და იმ აქ შემთხვევაში ვამბობ თავის დაღლილობისგან შეიძლება მივიდეს ფინიშამდე მერაბს შეუძლია უფრო დომინანტური იყოს მერაბს შეუძლია პირველ რაუნდში მეორე რაუნდში ერთი რაღაცა ჩაიყვანს მოწი რამდენი ფეხზე აღარ ააკეთოს მაგრამ ეს მაგისი გეგმა იცის მერაბმა როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა და მე თუ მკითხავთ ქართველ მებრძოლებში ანუ თამამად ვიტყვი მას ბრძოლის IQ fight IQ მერაბს აქვს ერთ-ერთი უმაღლეს დონეზე იმიტომ რომ ხო ყველა უყურებს იძახის ყველა რომ ერთი და იგივე სტილით ჩხუბობს და ვერავინ ვერ იჭერს ვერაზოს ვერაფერზე იმიტომ რომ იცის მერაბმა როგორ უნდა იჩხუბოს და იცის როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა ზოგადად მერაბის ყოველთვის ან ყოველთვის ცდილობს რომ განვითარდეს აი ყოველთვის ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას ყველაფერს სწავლობს ყველასგან სწავლობს და ანუ ამ რაც უფრო ასაკში შედის უფრო იხვეწება რა ეხლა არის სწორ ადგილზე სწორ ხელშია და ყოველ ბრძოლაზე მგონია რომ სხვადასხვა მერაბი გამოდის ნაბეღლავი ევასება მაგრამ ღვინოსავით ყოფილა კაცი ძმაო რა